თავი 36. გზის პირა დასახლებებს ერთი საოცარი თავისებურება ახასიათებს. მათ ბინადრებს ზუსტად იმდენივე მიზეზი აქვთ წასასვლელად, რამდენიც დასარჩენად. ადამიანებს სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. სამის დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ ბრიტმარი და კენტი ლურჯკარიან თეთრ მანქანაში სხდებიან და ქალაქში მიდიან. ორშაბათი დილაა. ახალგაზრდა სტაჟიორი ინტერესით უყურებს ახალმოსულებს. ქალაქის მუნიციპალიტეტი ზუსტად 8 საათზე იღება. ვინმეს ხისთავიანი რომ არ ეკონოს, ბრიტმარი ცხრის 2 წუთზე შედის შენობაში. ბორგიდან ჩამოხვედით? სტაჟიორს ისეთი ხმა აქვს, თითქოს რომელიღაც ზღაპრულ ქმნილებაზე ლაპარაკობდეს. ძვირფასო, თუ აქამდე არ იცოდით, რომ ბორგი ქალაქის მუნიციპალიტეტის იურისდიქციაში შედის, მაშინ აქ არაფერი გესაქმებათ. უკაცრავად სტაჟიორი ვარ. ეგ საპატიო მიზეზია? კენტი იდახს, კრავს და ჩურჩულებს უფრო დიპლომატიურად ილაპარაკეო, მაგრამ ბრიტმარი მოწყალედ უღემის ახალგაზრდას. ასეთი ულაზათო ჰალსტოხით სამსახურში მოსვლა მართლაც დიდ გამბედაობას მოითხოვს. ამ შენიშვნას არც თუ დიპლომატიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოსდევს. კენტი შუამავლის როლში გამოდის და სტაჟიორი პირობასდებს, რომ დაცვას არ დაუძახებს, ხოლო ბრიტმარი აცხადებს, რომ სტაჟიორს ჩანთას აღარ ჩაარტყამს. საკმარისია ცოტა ხანს იცხოვრო გზისპირა დასახლებაში და პირად შეურაცხყოფად მიიღებ, თუ ქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა ამ დასახლების არსებობა არც იცის. ბორგში საფეხბურთო სტადიონის აშენებას ვითხოვთ. შვიდად უხსნის სტაჟიორს ბრიტმარი. ბოდიშს გიხდით, ამას კომისიის თანხმობა სჭირდება. წევრები შეხვედრაზე არიან. რამდენ ხანს გრძელდება შეხვედრა? სტაჟიორი ანკეტაში იხედება. საქმიანი სადილი 10 საათზე დასრულდება. ბრიტმარი შეშფოთებულია. დილის 10 საათზე სადილობა ვის გაუგონია? სტაჟიორი პირობას არ ღვევს, დაცვას ეძახის და აგრესიული მოქალაქე გარეთ გაჰყავთ. კენტი და ბრიტმარი 10 საათზე ბრუნდებიან, მაგრამ ირკვევა, რომ კომისიის წევრები მთელი დღე ვერ მოიცლიან. ბრიტმარი ისევ სტაჟიორს ეჩხუბება. დაცვა აფრთხილებს, თუ არ დამშვიდდებით, ჩანთის ჩამორთმევა მოგვიწევსო. თუ მაგას შეძლებთ, ჩემზე მაგრები ყოფილხართ. ხითხითებს კენტი. ბრიტმარი ვერ ხვდება, უნდა რცხვენოდეს თუ ამაყობდეს. არაუშავს ძვირფასო, ხვალ ისევ მოვიდეთ. აწყნარებს კენტი. შენც ხომ შეხვედრაზე ხარ წასასვლელი. ვიცი, დრო ცოტა გაქვს, მაგრამ საცოდავად ოხრავს ბრიტმარი. როცა ვეგა ფეხბურთს თამაშობს, ტკივილი ავიწყდება. რომელი ტკივილი? ყველანაირი. კარგი, ხვალდილით ისევ ვცადოთ ბედი. ბრიტმარი ხელზე სახვევს ისწორებს. ვიცი, ბავშვებს აღარ ვჭირდები. უბრალოდ მინდა რამით დავეხმარო. ჩემი წასვლის შემდეგ სტადიონი მაინც დარჩებათ. ხვალ მოვიდეთ. იმეორებს კენტი და მანქანის კარს უღებს. შენ ხომ შეხვედრაზე გაგვიანდება? კენტი თავს იფხანს, ახველებს და მიწას დახურებს. მანქანის გამყიდველს უნდა შევხვდე. ახალი მანქანის ყიდვას აპირებ? არა, ჩემ BMW-ს ვყიდი. პასუხობს დაღვრემილი კენტი, მაგრამ მერე მხრებს იჩეს და სახე უნათდება. თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნაო. ძვირფასო, კომპანია გაკოტრდა. მის გადასარჩენად ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ რას ვიზამთ? ფინანსური კრიზისია. ბრიტმარი პირს აღებს. შენ არ ამბობდი კრიზისი დასრულდაო? კენტი ყოყმანობს. წარეთ შევცდი ძვირფასო. ახლა რას აპირებ? კენტი პატარა ბიჭებით მხიარულად უღემის. შენ მოგბაწავ. ყველაფერს თავიდან დავიწყებ. ხომ გახსოვს რა ღარიბი ვიყავი? როგორ არ ახსოვს? ბრიტმარი თითებით ეძებს ქმრის ხელს. რაკი ერთხელ შევძელი, მეორედაც შევძლებ. უღემის კენტი. მანქანაში სხდებიან და ბურგში ბრუნდებიან.
როგორ არის მანჩესტერ იუნაიტედის საქმე? ეკითხება ქმარს ბრიტმარი. კენტი ხარხარებს. ბრიტმარის სული უმღერის. ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარეს. მალე მწვრთნელსაც გაუშვებენ. კი, მაგრამ ასეთი რა მოხდა? დაავიწყდათ, რის ხარჯზე აღწევდნენ წარმატებას. ახლა რა ეშველებათ? ყველაფერს თავიდან დაიწყებენ. კენტი ერთი ღამით ქირაობს ბინას გომბეჟოს მშობლებისგან. ბრიტმარი ბანკის სახლში წასვლას არ სთავაზობს, რადგან კენტს წამოსდა, ეგ ბებერი ღამურა თავიდანვე არ მომეწონაო. მეორე დღეს ისევ მიდიან ქალაქში. მესამე დღესაც დილიდანვე იქ არიან. ალბათ მუნიციპალიტეტის ზოგიერთ თანამშრომელს გონია მოჰბეზრდებათ და შეგვეშვებიანო, მაგრამ რა იციან, რა ძალა აქვს მელნით დაწერილ სიას. მეოთხე დღეს კეტი და ბრიტმარი ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილ კომისიის წარმომადგენელს ხვდებიან. ლანჩის დროს კაბინეტში კიდევ ერთი კაცი და ქალი შემოდიან. შესაძლოა სტადიონის მშენებლობაში პროფესიონალები არიან, ან კომისიის წევრს ბრიტმარის მომაკვდინებელი ჩანთისა ეშინია. ბორგის შესახებ ბევრი მსმენია. შესანიშნავი ადგილია. ღიმილით ამბობს ქალი. გეგონებათ ქალაქიდან 12 მილის დაშორებით მდებარე პატარა დასახლება ეგზოტიკური კუნძული იყოს, რომლის ნახვაც მხოლოდ ჯადოსნური შელოცვების დახმარებითაა შესაძლებელი. სტადიონის თაობაზე გეახელით. იწყებს ბრიტმარი. ბიუჯეტში მაგდენი ფული არ აქვს. პასუხობს კომისიის წევრი. ესე იგი, ბიუჯეტში ფული უნდა დავამატოთ. ნაწილობრივი შევსება გამორიცხულია. მაშინ ცვლილებები მთელ ბიუჯეტს უნდა შეეხოს. ყავას ხომ არინებებთ? ელაგუცება კოსტიუმიანი ქალი ბრიტმარის. არა, გმადლობთ. როგორც ვიცი, ბორგში უკვე არის სტადიონი. უღემის ქალი. ეგ სტადიონი გაიყიდა. ბიუჯეტით გათვალისწინებულია, რომ მის ადგილას კორპუსები უნდა აშენდეს. იღრინება კომისიის წევრი. მაშინ მიწა უნდა გამოისყიდოთ. შვიდად პასუხობს ბრიტმარი. მეგ როგორ შეიძლება? დორბლებს ყრის კოსტიუმიანი კაცი. ყველა თავის მიწის დაბრუნებას მოინდომებს. ან ამდენი სტადიონი ვისრაში სჭირდება. ყველაფერი გასაგებია. ბურტყუნებს მეორე კაცი და საათზე იყურება. კენტი მაგრად უჭერს ხელს ცოლის ჩანთას. კოსტიუმიანი ქალი ჭიქებში ყავას ასხამს, თუმცა მის დასალევად არავის ცხელა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბორგის გასართობ ცენტრში მუშაობდით. ეუბნება ქალი ბრიტმარის. დიახ, მაგრამ სამსახურიდან წამოვედი. კოსტიუმიანი ქალი ყავიან ჭიქას ბრიტმარისკენ აჭოჩებს. ქალბატონო, დასაქმების სააგენტოში შეცდომა დაუშვეს. გასართობი ცენტრი შობამდე უნდა დაკეტილიყო. არავითარი ვაკანსია არ გამოგვიცხადებია. თქვენი ხელფასი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამატებს კომისიის წევრი. ახლა კი გვაპატიეთ, მნიშვნელოვან შეხვედრაზე გვიჩქარება. ბრიტმარი და კენტი მუნიციპალიტეტის შენობიდან გამოდიან. როგორც გაირკვა, ბრიტმარი ბორგში მხოლოდ სულელური შეცდომის წყალობით მოხვდა. არ ინერვიულო ძვირფასო, ხვალ ისევ მოვიდეთ. ბუტბუტებს კენტი. ენაჩავარდნილი ბრიტმარი ფანჯარას ადებს თავს და თვალებზე ცხვირსახოთ სიფარებს. მის შემხედვარე კენტს თვალები ენთება, ასე ადვილად არ დანებდება. პარასკევია. ბორგში წვიმს. კენტი ბრიტმარის ეჩიჩინება მუნიციპალიტეტში აუცილებლად უნდა წავიდეთო. ბრიტმარი უარზეა. კენტი ემუქრება, იცოდე მაგ შენ სიას წაგართმევ და შიგნით სისულელეებს ჩაგიწერო. ბრიტმარის თავზარი ეცემა. თითქოს აივნიდან ყვავილის ქოთნის გადაგდებით დაემუქრნენო. ჯუჯღუნით ჩადის კიბეზე, მანქანაში ჯდება და კენტს ხულიგანს უწოდებს. მუნიციპალიტეტის მისაღებში ვიღაც ქალი ხვდებათ. ბრიტმარი მაშინვე ცნობს ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს. ჩვენ შეჩერებას ნურც ეცდებით. გაკურებული ქალი კენტს უყურებს. კენტმა დამირეკა.
აქ თქვენს დასახმარებლად მოვედი. კენტი ბრიტმარის მხარზე ხელს უთათუნებს. ჩემი კავშირებით ვისარგებლე და ზოგ-ზოგი ერთს დავურეკე. ბრიტმარი კოსტიუმიანი კაცის კაბინეტში შეჰყავთ, სადაც უამრავი სხვა კოსტიუმიანი ხვდება. თუ ბორგში სტადიონის აშენების საკითხი ერთდროულად რამდენიმე კომისიამ უნდა განეხილოს. როგორც გვაცნობეს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ახალი სტადიონის აშენებით გავლენიანი პირები არიან დაინტერესებული. ამბობს ერთი კოსტიუმიანი და ასოციაციის პრეზიდენტი თავს უქნევს. სტადიონის აშენებას ადგილობრივი ბიზნესმენები ლობირებენ. ამასთანავე ტელეფონითა და ელექტრონული პოსტით შეგვახსენეს, რომ არჩევნები კარზეა მომდგარი. განაგრძობს კოსტიუმიანი კაცი და მაგიდაზე საქაღალდეს დებს. ზედ ასეთი წარწერაა: ბორგის დამოუკიდებელ ბიზნესმენთა პარტნიორობის ორგანიზაცია. დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ ბორგის პიცერიის, სუპერმარკეტის, პოსტისა და მანქანის სახელოსნოს მფლობელები შეიკრიბნენ და კოლექტიური განცხადება შეადგინეს სტადიონის აშენების მოთხოვნით. წერილს ახლახან დარეგისტრირებული ბიზნესის მფლობელებიც აწერენ ხელს. ესენია იურიდიული კომპანია ვაჟიშვილები და ვაჟიშვილები, სადალაქო, თმა და სხვები და შეპესე გემრიელი ღვინის იმპორტიორები. სხვათა შორის, ყველა განცხადება ერთი პირის დაწერილია. მხოლოდ ერთ განცხადებაში შეიმჩნევა განსხვავებული კალიგრაფია, რომელსაც წინადღით გახსნილი ყვავილების მაღაზიის მეპატრონე კარლი აწერს ხელს. სხვა საჭირო დოკუმენტაცია კენტის შედგენილია. ის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგას ბრიტმარის უკან და ცდილობს კოსტიუმიან ჩინოვნიკებს მაინც და მაინც თვალში არ შეეჩხიროს. კოსტიუმიანი ქალი ყავას არიგებს და ჟღურტულებს. არ ვიცოდი თუ ბორგში ბიზნესი ასე ყვაოდა, რა კარგია. ბრიტმარი ძლივს იკავებს თავს, რომ თვითმფრინავებით ხელებ გაშლილმა მაგიდას არ შემოურბინოს. გარდა ამისა, დასაქმების სააგენტოდანაც დაგვიკავშირდნენ. წარმოგიდგენიათ, 30 ჯერ დაგვირეკეს. წუწუნებს მეორე კოსტიუმიანი. დაბნეული ბრიტმარი კენტს უყურებს, მაგრამ ისიც მასავით გაოგნებულია და პირდაღებული შესქერის მოსაუბრეებს. ქალბატონო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბორგის გასართობ ცენტრში მუშაობთ. დამსაქმებლის შეცდომის გამო. ღიმილით აზუსტებს კოსტიუმიანი ქალი. თქვენს ქალაქში მდებარე დასაქმების სააგენტოში დარწმუნებული არიან, რომ მუნიციპალიტეტმა ბორგზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მათი აზრით, ბიუჯეტის დაგეგმვასა და გასართობი ცენტრისთვის ახალი თანამშრომლების შერჩევაში მეტი მოქნილობა გვმართებდა, ვინაიდან ახლა საარჩევნო წელია. განაგრძობს კოსტიუმიანი კაცი. ეს მოსაზრება 30 ჯერ დააფიქსირეს. ბრაზობს მეორე კოსტიუმიანი. მოკაცრავად, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ენის ბორციკით ეკითხება ბრიტმარი. კოსტიუმიანი კაცები ოხრავენ, აქაო და გაუგებარი რა არისო. მერე ერთდროულად იყურებიან მაჯებზე, ლანჩის დრო ხომ არ მოვიდაო. ერთი მათგანი გაბეზრებული უყურებს ბრიტმარის. ახლავე აგიხსნით. მუნიციპალური საბჭო ახალი სტადიონის ასაშენებლად გამოყოფს თანხებს. ან გასართობ ცენტრში გააგრძელებთ მუშაობას და ეს თანხები თქვენს ხელფას მოხმარდება. მართლაც რთული არჩევანია. დიახ, გზის პირა დასახლებებს ერთი საოცარი თავისებურება ახასიათებს. მათ ბინადრებს ზუსტად იმდენივე მიზეზი აქვთ წასასვლელად, რამდენიც დასარჩენად.